მე ვთვლი რომ კანონები მისაღები იყო ადრედაც, მაგრამ ერთი არის მივიღოთ კანონი და შემდეგ ეს არის მეორე არის თუ როგორ აღსრულდება ის რომ ქუჩაში აი მიტოვებული ძაღლების რიცხვი გაიზარდა ანუ ეს არის ადამიანების ბრალი და არა ძაღლების ბრალი. შესაბამისად უნდა იქნეს მკაცრი ზომები მიღებული ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სასიკვდილოდ იმეტებს ოთხფეხა მეგობრებს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება პატარა ნეკვი ძაღლი ესე ქუჩაში გადააგდო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და იცი რომ ის თავს ვერ გადაირჩენს და გაწერულია სიკვდილისთვის. არის იმის რისკი, რომ შეიძლება ქუჩაში ამ კანონის შემოღების შემდეგ მართლაც გაიზარდოს უპატრონო ცხოველთა რიცხვი, იმიტომ რომ ფლობელებმა შეიძლება თავი აარიდონ გეთახმები იმ ვალდებულებებს, რაც კანონი მათ აკისრებთ, ეს სტერილიზაცია იქნება თუ კასტრაცია, მაგრამ მე ერთადერთ გამოსავალს ამ შემთხვევაში ვხედავ, სახელმწიფო მიიღოს რაღაც ზომები, უფასო სტერილიზაცია კასტრაციის შესახებ, გაკეთდეს რაღაც მობილური ჯგუფები, სამედიცინო ჯგუფები, ეს იქნება მოძრავი ვეტერინარული კლინიკები, რომლებიც ჩამოივლიან ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, აღწერენ ძაღლების რაოდენობას და მოახდენენ მათ სტერილიზაციას. და ბუნებრივია ასეთ უნდა გამკაცრდეს რაღაც ზომები, უნდა იქნეს მიღებული აი გამრავლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი ესე ამრავლებს ძაღლებს და შემდეგ არ ვიცი რას უშვება, შეიძლება აი ბევრია ფაქტი, როცა ტომარაში ჩასმული ძაღლები გვინახავს მდინარის პირას, ან გზის პირას გადაყრილი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. განსაკუთრებით ეს არის სოფლებში, იმიტომ რომ ქალაქებში ასე თუ ისე ადამიანები ახერხებენ ვეტკლინიკებს მიმართონ, პასუხისმგებლიანი მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, სამწუხაროდ არიან ქალაქებშიც ისეთებიც, ვინცაც ხელეწიფება ელემენტარულად სტერილიზაცია გაუკეთოს ძაღლს, მაგრამ ამას თავს არიდეს, მაგრამ განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა სოფლებში და სწორედ ჩვენ თუ კი ტრასებზე გავივლით, ვხედავთ რომ აი სოფლებიდან არის ძირითადად ეს ძაღლები მიტოვებული ტრასის პირას და არ ვიცი მათ ზამთარში რა ეშველებათ წარმოქმნაც არ მინდა. ეს შევიძინეთ, მაგრამ ლულუ ეს არის აყვანილი ქუჩიდან, იყო ძალიან მძიმე რთულ მდგომარეობაში, ძალიან ავადი იყო და ფიზიკურადაც ცუდად გამოიყურებოდა. მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან ცხოვრობს და მე ავიყვანე, გავუკეთე სტერილიზაცია და შესაბამისად პრობლემებიც მოგვარდა, თუ კი რაიმე იქნებოდა. ესე რომ ლულუ ცოტა ცელქი გოგოა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრია და ძალიან მიყვარს და ეხლა ცელქობენ, იმიტომ რომ არ არიან სტუდიაში მუშაობას მიჩვეულნი. ესენი არიან რაღაცა თერაპია, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, აი ესენი მახალისებენ და აი შეიძლება ადრე ვერ წარმომედგინა ის რომ გიждდებოდნენ ძაღლებზე და ახლა სადმე როცა მივდივარ პირველ რიგში ამაზე ნერვიულობ თუ შეჭამეს, ხო გაისეირნეს, რა ეშველება თუ ჩვენოთ და ასე შემდეგ. ესე რომ ესენს ამას გრძნობენ და გამოხატავენ შემდეგ სიყვარულს თავისებურად. მოდი დავიწყებ იქიდან რომ პირველ რიგში ბავშვები უნდა შევაჩვიოთ და შევაყვაროთ ცხოველები, იმიტომ რომ ეს მათ დაეხმარება შემდგომში და მე ხშირად გამიგონია ქუჩაში როცა მივდივარ და ქუჩაში ძაღლი არის და მშობელი ეუბნება ბავშვი მე არ მიეკარო გიკმენს, არ უყვეს პირიქით. მეორე როცა ადამიანს ძაღლი აყავს, მან უნდა იცოდეს რომ ძაღლს აქვს ბეწვი, ძაღლს ჭირდება მოვლა და ამას არ ჭირდება ახლა დიდი რაღაც ლექციების ჩატარება, ეს წინასწარ ყველამ უნდა იცოდეს და ხშირია შემთხვევა როცა მშობლებს ლეკვები აყავთ შვილების გასართობად და როგორც წამოიზრდებიან, შემდეგ უკვე ქუჩაში გაისტუმრებენ. ეს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა და აი ესეთი ადამიანების მიმართ ნამდვილად უნდა იყოს კანონი მკაცრი. რა თქმა უნდა, გეთანხმები, კანონის ამოქმედება ერთია, როგორც თქვენ რამდენად მოხერხდება მისი ადმინისტრირება ეს მეორეა, მაგრამ ამავე დროს უნდა გაიმართოს რაღაც კამპანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით და უნდა ხშირად მესმის ესეთი რაღაცა ვინმე ძაღლის აყვანა რომ უნდა ძუარის თუ ხვადი. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს? არსებობს სტერილიზაცია, კასტრაციის პროგრამა და ეს პრობლემები გვარდება ძალიან მალე ერთ დღეში. ასე რომ ჩემი ლულუ არის ამის მაგალითი აგერ, რომელიც შვიდად გრძნობს თავს და არ აღელვებს.